ეგრეთ წოდებული ტრაქტორების საქმეზე ბრალდებული 9 პირის წინა სასამართლოს სხდომაზე დღეს თითქმის 8 საათის განმავლობაში მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს აცნობდნენ. მტკიცებულებების დასაშვებობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება პროცესზე ვერ მოესწრო და საქმის განხილვა 8 აგვისტოსთვის გადაიდო. დაცვის მხარე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვს. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარის მასალებით მათი დაცვის ქვეშ ყოფი პირების ბრალეულობა ვერ მტკიცდება. ჩვენ კვლავ იმ პოზიციაზე ვჩებით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას. მომდევნო დონეზე შევეცდებით, რომ დავადასტუროთ ბრალდების მხარის პოზიციის უსაფუძვლობა და დაცვის მხარის პოზიციის საფუძვლიანობა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ბრალდებული 2 პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ამის განხილვა დღევანდელ პროცესზე ვერ მოესწრო. ბრალდების მხარე პატიმრობაში მყოფი 2 პირისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს და ამ შუამდგომლობის არგუმენტად იმ ფაქტს ასახელებს, რომ ეს პირები გამოძიებას ხელს ვეღარ შეუშლიან. ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების შესრულების შესახებ, როგორც ნახუცრიშვილის, ასევე კაიხოსროშვილის მიმართ, ბრალდებულების მიმართ, მაგრამ დღეს დროის სიმცირის გამო აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო სასამართლო პროცესში. ვინაიდან გამოძიება დასრულებულია, გამოძიება დასრულდა და მოპოვებულია ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას, ამ ეტაპზე ბრალდების მხარე მიიჩნია, რომ მათ მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახე როგორიცაა დაპატიმრება, არ უნდა იქნას გამოყენებული და უნდა შესრულებული იქნას უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, როგორიცაა მაგალითად გირო. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო დასაბუთებული და თავიდანვე ვერ საბუთდებოდა ვერ დაყენებული შუამდგომლობა და ვერც სასამართლოს მიერ გამოყენებული განჩინება. შესაბამისად, არც თავიდან არსებობდა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების სახით პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა და მით უმეტეს ახლა, როდესაც პროკურატურის განცხადებით ღონისძიება დასრულებულია, მით უმეტეს მათი პატიმრობაში ყოფნის საკითხი აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეგრეთ წოდებული ტრაქტორების საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან ამ დროისთვის 2 პატიმრობაში რჩება, არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქმე გაჯერებული არის ინტერნეტ საიტ Google-დან ამოღებული ინგლისურენოვანი მასალები და გამოძიება ნაწარმოებია Google-ის მეშვეობით შეიძლება ითქვას და აქედან გამომდინარე ჩვენ ვინაიდან საქართველოში კონსტიტუცია ცნობს, რომ მხოლოდ სახელმწიფო ენა არის ქართული და სამართალწარმოება ქართულ ენაზე უნდა ხორციელდეს, დავაყენეთ შესაბამისი შუამდგომლობები. და ასევე რიგის მტკიცებულებებზე დაუყენეთ შუამდგომლობაზე დააყენა სასამართლო, რაზეც უნდა იფიქროს. ბუნებრივია, ვადას მოითხოვა და აქედან გამომდინარე ვაში გაგრძელდება აღნიშნული პროცესი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესს და აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურის პოზიციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, რომლის მინისტრობის კარიერაც სწორედ ამ საქმეს შეეწირა. მივესალმებით პროკურატურის იმ ინიციატივას, რაც მათ დღეს განახორციელეს კონკრეტულად აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე, რაც დარწმუნებული ვარ, რომ არის წინგადადგმული ნაბიჯი ამ საკითხის სამართლიანად და სამართლებრივად დასრულებისაკენ, დროულად დასრულებისაკენ, ისი ძალიან დიდი იმედიც მაქვს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სასიამოვნოა, რომ ამ ინიციატივით ბრალდების მხარე გამოვიდა. დასაშვებად ცნობს თუ არა სასამართლო დღევანდელ სხდომაზე წარდგენილ მტკიცებულებებს, ამაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ბრალდებულებს პროკურატურა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.